არ ვიცი მეჩვენება თუ რეალობაა, მაგრამ თბილის თითქოს მშვიდი დედის ალერსივით უხილავი ნამი ჩამოეშვა. თვალებში შევწქერი ქალაქის მკვიდრით და ნამიან თვალებში ისევ სიმშვიდეს ვხედავ. მეც მეცრემლება თვალები, მაგრამ უკვე მშვიდად მივაბიჯება მუკვდავი ქალაქის ქუჩებში. ჩემს უდარდელ შვილიშვილებთან ერთად ხელჩაკიდებული. ასეთი იყო რობერტ სტურუას პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება. რა შეიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორისთვის და რაზე ესაუბრა ის ბიძინა ივანიშვილს? თავარ კითხვას რობერტ სტურუა უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კოალიციაში მიმდინარე კონსულტაციების შესახებ ზვია ძიძიგური გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას რობერტ სტურუა უპასუხებს საღამოშტობის საბატონო. რობერტ, გმადლობ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირადად თქვენთვის, რობერტ სტურუასთვის, როგორც მოქალაქისთვის, რა შეიცვალა 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში? გარდა იმისა, რის შესახებაც მე უკვე წავიკითხე, ეს იყო თქვენი პოსტი, თქვენი Facebook-იდან. მე არ მოველოდი რომ შეკითხვას დავისხმობდით. საერთოდ დავიფიცერე, როცა მოხდება ცვლილება, ის ცვლილება, რომელზეც მე ვოცნებობდი, აღარ გამოსულიყავი პოლიტიკური სიტყვებით. მაგრამ მაინც ეთყობა აინტერესებს ხალხს. და მინდა დავიწყო, რეხსაქვს ყავს ერთი გვირი, ბატონი კა. გვარს არ ასახელებს, მაგრამ მე იყო რომ კოინერია გვარად, ანუ არავინ, ასე ვთქვათ, თუ თარგმნით გერმანული და ერთხელ ბატონი კოინერი ძალიან გზნებარე სიტყვით გამოდიოდა ძალადობის წინააღმდეგ. მოეცრად ძალადობა გაჩნდა ზურგის უკან, თვითონ ძალადობა ეწვია. ამან შეამჩნია ძალადობა და დაიწყო ქებათა ქება ძალადობის. კულისებში იდგა მისი მეგობარი. და ოსა დაამთავრა ასეთი წყინვალე სიტყვა ქადაგებდა ძალადობას და ხოტბას ასხავდა. მეგობარმა უთხრა არ გწვენიაო, დაიწყე ასეო და ასე ამთავრებ. ბატონმა კოენერმა უპასუხა ესეთ, მე მინდა დიდხანს ვიცხოვრო, რომ მინდა ვნახო როგორ გაქრება ძალადობა საერთოდ. და სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ მე, იმიტომ რომ მეჩვენება ის რომ ძალადობა უსაქციელო მდგომარეობა საშინელება რაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში, სადაც ელემენტარული თავისუფლების სიოწკე არ ქროდა. დამთავრდა ეს პერიოდი და ამიტომ მე პრინციპში ბედნიერი ვარ. ხო მთავარია როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. მე არ მგონია რომ ეს ხალხი რომელიც 9 წელი იყო სათავეში ასე ადვილად დაშოშმინდებიან. მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, 1-2 კვირის წინ ჩამოსვლისას წაგებული აქვს და მე რომ ვკითხო, ვაჟკაცობა თუ აქვთ, რაშიც ეჭვი-ვეპარება, ისინი უნდა გადადგნენ, როგორც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ისინი ამას არ იზამენ. და რაღაც პატარა ხრიკებს გამოიგონებენ ალბათ. მაგრამ უკვე გვიანია ყველაფერი, იმიტომ რომ ქართველ კაცს ბუნებით ლახს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ნორმალური კაცობა და ეზიზღება ყველაფერი, რაც მის თავისუფლებას ემუქრება, უკვე ვეღარ მოატყუებთ. ეს არის ჩემი ისეთი კარგი მდგომარეობა და წყნარად ვარ, როგორც იქ დავწერე, მართალია იქ უფრო ემოციური იყო და სენტიმენტალური ოდნავ, მაგრამ მე მიხარია, რომ ასე დამთავრდა უსისხლოდ თანაც ეს საშინელი პერიოდი ჩვენი ისტორიის. ხშირად გამოთქვამდით შიშს, რომ შესაძლებელი იყო სისხლი დაღვრილიყო, გეშინოდათ, რომ შვიდად არ ჩაივლიდა ეს ყველაფერი. ან მოულოდნელი იყო თქვენთვის აი ასეთი შედეგი? კი, ნამდვილად მოულოდნელი იყო და მე მაინც ვაწერ იმ საქციელებს, რომელიც ჩაიდინა
მეორე მხარე, ანუ ქართველმა ოცნებამ. ძალიან ძნელი იყო ამ ერთი წლის მანძილზე ამდენის მოთმენა, რასაც ითმენდა ეს მოძრაობა. იმიტომ ისინი პროვოკაციაზე მიდიოდნენ, რომ რაღაცა მომხდარიყო, აქეთა მხრიდან დაწყებულიყო რაღაც აღელვება, მაგრამ ვაჟკაცობა იყო ამ ადამიანებს და იქ არავითარი აყოლა რაღაც პატარა დემაგოგიებზე არ მოხდა. და ალბათ ამიტომაც არ დაეღვარა სისხლი. და მე ხარია რომ ეს ასე მოხდა, ეს იყო თითქოს მე ვამშვიდდებდი საკუთარ თავს იმით რომ ვაძლიერებდი პესიმისტურ სურათს, რომ მე როცა კარგი გამხარებოდა უფრო. ამ თემებს აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ არ მინდა თქვენი შემოქმედება დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. გუშინ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს. საინტერესოა, რაზე ისაუბრეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მას სთხოვეთ დაგხმარებოდათ ორი სპექტაკლის ჩამოტანაში საქართველოში. რა სპექტაკლებზე ელაპარაკით და კიდევ რა იყო თქვენი საუბრის თემა? მე წავედი რომ მომელოცა, იმიტომ არ მენახა. ნიუტანი რაღაც წიგნი, რომელიც შემზე გამოცემული ახლა საერთაშორისო თეატრალური გამოცემა, სადაც შეტანილია ჩემი სპექტაკლები, სატრაბახოთ მიუტანეს და მე ვთხოვე რომ ფინანსურად დაგხმარებოდა ორი სპექტაკლია, რომელიც მე დავდგე ეთცეტერაში, ეს არის შექსპირის ქარიშხალი და თანამედროვე ფრანგი მწერლის ტარიკ ნუის პირობითად ვთარგმნე, ცოტა ძნელი სათარგმნელია. კარგი ადგილი შეგირჩევია ძაღლების გამოსაკვებად, ასე ქვია პიესას. ეს პატარა სპექტაკლია, საათი და 10 წუთი, 15 წუთი მიდის. ისე თქვათ, პატარა ლექს გაქვს, საკმაოდ მრისხანე ლექს და ესეთი ძალიან ემოციურ ლექს. და მინდა რომ ნახოს ქართულმა მაყურებელმა, რომ მე ტყილად არ ვიყავი და რაღაცა გავაკეთე. ეს იყო თქვენი საუბრის თემა, მეტი არაფერზე გილაპარაკიათ? ნუ ახლა გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მომხდართან დაკავშირებით. გაუზიარე, იმიტომ რომ მოსალოცად რომ მივდივარ, თქვი რაც უნდა მეთქვა, მაგრამ რომ გამოვედი, ჟურნალისტებმა მკითხეს რა ადგილი შემოგთავაზესო, რა პოსტიო. მე ნახავ გავგიჟდი და თქვი რომ ახლა გამოვხდები ბანკანიდან და დაგიფსხვერთ ტექნიკად. არავითარი პოსტი არ მჭირდება. შემთხვევით საკმარისია ის რაც მაქვს და ამ სიმერეში საკმარისიც არის. მას შემდეგ რაც შეიცვალა უკვე პოლიტიკური ვითარება, რობერტ, არაპირებთ რომ დაბრუნდეთ საქართველოში და აქ დადგათ ისევ სპექტაკლები. რა არის, თორსა გამიშვეს თეატრიდან, მე დიდი ოჯახი მაქვს და ხელი გამომიწოდა ამ კაცმა. თავის თეატრში გამინაწილა თავისი ძალაუფლება, თვითონ დარჩა სამხატვრო ხელმძღვანელად და მე გავხდი თავად რეჟისორად. დამნიშნა ხელფასი, დიდა და დიდ პატივში ვარ იქ. და ახლა უცბად რომ უთხრა რომ აი მე ბრუნდები თეატრში და ოქტომბერით მე არ შემიძლია. მაგრამ სურვილი თუ გაქვთ? სურვილი როგორი მაქვს, იცით, მე თუ დავბრუნდი ახლა კობზონივით არა ვარ, ახლა რომ ყოველ ახალ კონცერტს იწყებს ისე რომ ეს უკანასკნელი კონცერტია და მე არასოდეს დავბრუნდები სცენას და მე ბრუნდება ყოველ ახალ წელს. თუ დაბრუნდები რაღაც ახალი უნდა შემოვიტანოთ თეატრში, ახლა გავაგზავნო ისე რაც იყო, იქნება სისულელე. ერთი ვთქვათ ისიც რომ კარგად წავედი. მე გამაგდეს არა მსახიობებმა, არამედ მთავრობამ. და ჩემთვის ეს ისეთი ტრადიციული წასვლა რუსთაველის თეატრიდან. კიდევ კარგი რომ არ დამხრიდეს, არ დამიჭირეს, არ მაწამეს. ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ ჭირდება რაღაც დრო, რაღაც მოვიფიქრო. ალბათ ჭირდება 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და რასაკვირველია დავბრუნდები. მაგრამ უნდა დავშალო თეატრი. აი მაგალითად ახლა მსახიობებმა დამირეკეს და მითხრეს რომ სპექტაკლი რომ ჩემი დადგმული რომ ის 14-ში უნდა ეთამაშათ,
რატომღაც მოხსნეს არც უთხრეს მსახიობებს. ეხლა თეატრში ესეთი ვითარება, რომელიც მე კარგად არ ვიცი, მაგრამ აი ეს არც ვეკითხები. შეიძლება არც მაინტერესებდა, მაგრამ ეხლა უკვე მაინტერესებს და ხედავ რომ უბრალოდ ინგრევა ეს თეატრი და მაინც გტკივა გული ხო როცა შენი ოჯახი ინგრევა. სიბრტყით აშენებული მარტო ჩემი აშენებული ხო არ არის. აქ თითო აგური დადო და შეიძლება საფუძველი ჩაუყარო დიდმა ქართველმა რეჟისორებმა და მსახიობებმა. და ასე მოექცე ამ თეატრს, ეროვნულ თეატრს, ხერხულია თუ არა ვთქვათ, უფრო კაცრად. ამიტომ უნდა დავშალო თეატრი და თავიდან ავკრიბო, ხოლოდ უნდა მქონდეს რაღაც გარკვეული გეგმა, როგორი ტიპის თეატრი უნდა იყოს, დრო მაინც ხო ისეთ შეიცვალა მკვეთრად და ჭირდება რაღაც ახალი ფორმები და სწორედ ამიტომ მინდა ჩამოვიდანო ეს სპექტაკლები, რომ შეხედონ მაყურებელმა და მსახიობებმა, რომ იქ არის რაღაც ახალი მიგნებები გამოყენებულია. ну ვთქვათ ეს სიტყვები არ მიყვარს, მაგრამ ჰაი-ტექი დავუშვათ და ისეთი რამ, რაც ჩვენ ჯერ საქართველოში არ გამოგვიყენებია. ეხლა იქ ტექნიკა უკეთესად არის, ვიდრე აქ, მაგრამ ფული აქაც არის. და ალბათ ეს მე მგონია 3-4 თვე დამჭირდება, რომ ეს გადავწყვეტო. ანუ ეს სპექტაკლები იქნება გარკვეულწილად ტესტირება, რამდენად მზად არის ასეთი სიახლისთვის ქართული საზოგადოება? არა, უბრალოდ მე მინდა რომ რაღაც ისეთი როგორც ანგარიში ჩავაბარო, რომ მე არ ვიყავი ეს უსაქმოდ წასული იქ და არ ვერთობოდი და არ ვატარებდი დროს. იქაც საკმაოდ რთული სამუშაო დამხდა და ახლა კიდე მაქვს დასადგმელი ერთი სპექტაკლი. ამიტომ მე მინდა რომ ნახოს მაყურებელმა და განსაჯოს რა არის სპექტაკლები. რა დავდგე იქ. ბატონო რობერტ, ის რაც ხდებოდა კონკრეტულად რუსთაველის თეატრში, არ არის გამონაკლისი, ანუ იქ ხდებოდა იგივე, რაც ხდებოდა ზოგადად ამ წლების მანძილზე ქართულ კულტურაში. შესაბამისად, მხოლოდ ერთ თეატრში ალბათ სულება ვერ მოხდება. როგორ ფიქრობთ, თვითონ კულტურის სფეროში რა უნდა შეიცვალოს? მაგალითად, უნდა არსებობდნენ თუ არა ისევ კარის არტისტები, თუ საჭიროა ის რომ დამკვიდრდეს კონკურენცია და ამის შედეგად მოხდეს გადარჩევა ვინ მოსწონს საზოგადოებას და ვინ არა. რა ძირეული ცვლილებებია გასატარებელი თქვენი აზრით? ჯერ თუ და მოიხსნას ეს კომისრების სისტემა. ну კომისრებს ვეძახი იმ ინტენდანტებს, მმართველებს, რომელიც დაინიშნა თეატრში როგორც მთავრობის იდეოლოგიის გამტარებლები. ეს უნდა მოისპოს, იმიტომ რომ სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ აძლევს მაყურებელს და საზოგადოებას იმ იდეებს, რომელიც მან უნდა უთხრას თავის ხალხს და ცენზურა უნდა მოიხსნას ბოლოს და ბოლოს. კი, ეშინოდათ ახლა ძალიან რომ ყოფილიყო ცენზურა, მაგრამ ეს ცენზურა ხო ჩვენშიც არის, რეჟისორებში, მსახიობებში და ისე არბილებდნენ თავის სპექტაკლებს. და სპექტაკლები უფრო გასართობი ხდებოდა, ვიდრე მართლა რაღაცას ეუბნებოდა ხალხს. ხალხმაც დაკარგა გარკვეული ინტერესი თეატრისადმი, იმიტომ რომ ქართული კაცისთვის თეატრი ადგილია, სადაც ის სიმართლეს უსმენს, როგორც ყველგან ალბათ, ბერძნული თეატრიდან დაწყებული დღემდე. და ამიტომ ეს თუ გაქრა თეატრში, თუ ისე მთავრობამ დაიწყო თავისი ხელის ფათური ჩვენს საქმეში, მაშინ ცუდად იქნება საქმე. და კარგად უნდა დააფიდეს სუსტ. იმიტომ რომ თეატრის ხლა თუ არ არის მიუზიკლი, თუ არ თამაშდება ეს მიუზიკლი რამდენიმე წელი, შემოსავალს ვერ შემოვიტანს. ეს არის წამგებიანი ადგილი. ну არიან სპექტაკლები ხანუმას თამაშობდნენ 10 წელი და შუანშლაგები იყო. იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილი მსახიობის რაღაც ზეიმი, ოსტატობის ზეიმი. და ხალხიც მოდიოდა რომ ენახა. მაგრამ პრინციპში შემოსავალი ძალიან ძნელია, რომ ჩვენ დაუბრუნოთ მთავრობაში. ეს არის ყველა ცივილიზებული ქვეყანა იცის, რომ ეს უნდა დაიხარჯოს ფული და არ არის აუცილებელი, რომ იქიდან მოგება კონდეს მთავრობას. ბატონო რობერტ, უკვე ცნობილია კულტურის ახალი მინისტრის კანდიდატურა
არ არის ჯერ ზუსტად ცნობილი, მაგრამ გარკვეული ვარაუდები არსებობს მის მოადგილეებთან დაკავშირებით და რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია, დღეს იყო გარკვეული სკანდალი კულტურის სამინისტროში და საზოგადოებაშიც არის უკმაყოფილება ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით. Როგორი უნდა იყოს კულტურის სამინისტროს მენეჯმენტი იმისთვის, რომ აი რაზეც თქვენ წეღანი ვლაპარაკეთ, თუნდაც დაფინანსება სწორად ქართული თეატრის განხორციელდეს ისე, როგორც ეს არის საჭირო და რაც მოუტანს თეატრს წარმატებას. Როგორი მენეჯმენტი გინდა თქვენ რობერტ სტურუას, რომელსაც გეთქვით ნამდვილად სიტყვა ამ სფეროში? იცით რა, მე ახლა ვერ ვიტყვი სრული დარწმუნებით, იმიტომ რომ სუსტი ვარ ამ მხარეში, ახლა მე თუმცა თქვენ იცით რა ჭირდება კულტურას? კი, ვიტყვი ზოგადად, მაგრამ აი ასე კონკრეტულად ახლა არასოდეს მე ბუღალტერიით არ ვიყავი დაინტერესებული და არა, როგორი ტიპის ადამიანები უნდა მართავდნენ ეს თქვენგან და არა ტექნიკური საკითხი. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც ესმის ხელოვნება და პატივსცემენ ყველა კაცს ხელოვანს, ვინც ნიჩს ატარებს და ავლენს ამ ნიჩს ისე რომ ზოგი შეიძლება ვერ მიხვდეს უცბად, მაგრამ ამას უნდა ქონდეს რაღაცა თვალი, ისეთი ინტუიცია, რომ აი ამას დაეხმაროს ამ ნიჭიერ ადამიანებს, ახალგაზრდებს. და ეხლა ჩარევა მასაკურია რთულია, ეხლა მე მგონი არ უნდა ჩაერიოს, უფრო უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ განვითარდეს ხელოვნება. ახლა ქართული საზოგადოება საქართველოს ხელოვნების გარეშე ვერ წარმომიდგენია მე ვერ მუსიკის გარეშე თეატრის გარეშე მე ვიძახი მაღალი ხარისხის მუსიკაზე თეატრზე და ამიტომ ხლა მე არ ვიცი და სკანდალი მოხდა კულტურის სამინისტროში მე არ ვიცნობ ამ კულტურის მინისტრს რომელიც არ არის დამტკიცებული მაგრამ დანახი მაქვს მისი თემური ჩხეიძის მისი სპექტაკლი რომელიც დაიდგა და როგორც გამოვიკითხე მითხეს რომ ძალიან კარგი მწერალია და ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ მასთან რა მოადგილეებთან იყო გარკვეული პოტენციურ მოადგილეებთან იყო პრეტენზია და არა ბატონ გურამოდიშარიასთან. არ ვიცი მე არ გამიგია მის. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აზრი უნდა იყოს თუ არა გათვალისწინებული მაგალითად კულტურის სამინისტროს დაკომპლექტებისას. ნუ ალბათ უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ეს საზოგადოება წარმოადგენს ხელოვან ხალხს, მით უმეტეს უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ზოგჯერ გვეშლება ჩვენ ახლა მაგალითად ისეთი ნიუანსებია რომ ძალიან ცნობილ ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს ვიღაცა მოადგილე, იმიტომ რომ ის მან დაჩაგრა მისი ვიღაც ნათესავი, ხო იცით როგორ არის კლანური სისტემა განვითარდა 9 წლის მანძილზე და უფრო გართულდა ყველაფერი. და ამიტომ ახლა ზოგჯერ არაობიექტურია ეს ხელოვანი, რომელიც ამ სკანდალს იწყებს დავუშვათ. ამიტომ ნუ რაღაცნაირად მე ვერ ვიტყვი როგორ დამაწესრიგდეს ეს საქმე. თეატრიც იგივეა, ზოგს ძალიან მოწონს თავისი შვილის თამაშევარი, არაობიექტურია. ზოგი, იმიტომ რომ შენ არ დააკავე რაღაც პიესაში, ვერ გიტანს. ეს ყველაფერი გასაგები ადამიანურია და ამას პატიობ მე პირადად, იმიტომ რომ მესმის მათი ტკივილი. და როგორ ავეციოთ ახლა მოადგილეები მე ვერ გეტყვით. იმისთვის რომ აი სუბიექტური მომენტები იყოს გამორიცხული, თქვენ გითქვამთ ადრე არაერთხელ მათ შორის სატელევიზიო ეთერებში, რომ კანონზე უნდა იყოს ყველაფერი დამყარებული სისტემებზე და არ უნდა იყოს პიროვნებებზე დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, აი ეს შემადგენლობა ახალი მთავრობის, ახალი პარლამენტის, რომლის თქვენც უკვე იცით, როგორია, არის იმის გარანტი, ყოველ შემთხვევაში წინაპირობა, რომ ასეთ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებენ, სადაც შემდეგ უკვე პიროვნებების ცვლაზე არ იქნება დამოკიდებული, მაგალითად, როგორი იქნება კულტურის სამინისტროს პოლიტიკა, თქვათ, ქართულ თეატრთან მიმართებაში. ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს კანონები და ჯერ კანონები ისე მიანგრიეს, რომ იმის კვლავა შენება და შექმნა რაღაც ისეთი სტრუქტურის, რომელიც თავისთავად ბართავს სახელმწიფოს, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, აი ამას თუ მივახციეთ, ეს იქნება იდეალური. მაგრამ ჩვენ ახლა ყველა ქართველები ვართ და ხშირად ეს სავარძელი, რომელიც თითქოს რაღაც დაავადების ვირუსს ატარებს, ისე ცვლის ჩვენ ნაცნობებს.
და საკმაოდ ნორმალურ ხალხს მეგულისხმობ მინისტრის სავარძელს, პრეზიდენტის სავარძელს, რომ ჩვენ თვალწინ ხდება რაღაც მეტამორფოზა, როგორც კავკასთან ადამიანი იქცევა ტარაკნად. სულ სხვა პიროვნებად. ამიტომ აი როგორ გავუძლებ ამ სკამს რა ამბიციები გაქვს, რა გინდა, თუ შენ ერის სამსახურში გინდა ჩადგე, მაშინ ამ სკამს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თქვენ ხო იცით, რომ იმდენი ცდუნება ამ პოსტის გარშემო, რომ კორუფცია თავისთავად გითხრებს შენ. არ ვიცი, სანამ კანონები არ აიგება ისეთი მკაცრი და ისეთი ძლიერი და ლოგიკური, იქამდე ალბათ ძალიან ძნელი იქნება. ანუ კანონი უნდა იყოს ისეთი, კანონის უზენაესობა უნდა იყოს ისეთი, ყველანშო აი კახსენეთ ზამზად ქცევის პერსპექტივა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დიახ, მაგრამ ნახეთ ახლა გერმანია, ხო? ერთხელ მე ვიყავი ის ჰქონდა კუჭის წყლული. და ჩემმა მეგობარმა აქ საშინელი სიტუაცია იყო, შუქი არ იყო, მოკტებოდი საავადმყოფოში, იმიტომ რომ ანტისანიტარია იყო. მითხრა რომ ჩამოდიო, ესენში არისო ძალიან კარგი კლინიკაო და გაიკეთე ოპერაცია. ჩავედი იქ და ვერ რომ 3 დღე ვიწვიხი საავადმყოფოში, მე გამსინჯეს და აღმოჩნდა რომ არა მაქვს მე ეს წყლული. და უნდა ჩემ ოპერაციაში კლინიკას უნდა მიიღო 40,000 მარკა. მაშინ მარკები იყო ჯერ კიდევ. ხო და გამეხარდა დილით და წავიდე. შემოდის ჩემთან მთავარი ექიმი და მეუბნა, ბატონო რობერტ, თუ შეიძლება დარჩით აქ კიდე 4 დღეო. მაგრამ რატო დარჩი ახლა ცოტა გარკვეულ. იცით რა, ჩვენი იმედი გქონდა თქვენ რომ აქ იქნებოდეთ ორი კვირა მაინც გაიკეთებდით ოპერაციას და შემოსავალი იქნებოდა ჩვენს ბიუჯეტში და ახლა აღმოჩნდა თქვენ უნდა წახვიდეთ და ეს 4 დღე გული დაწყდათ წყული რომ მორქა ეს 4 დღე ესე თითო დღე გიდა 800 მარკა და ამიტომ იქ დარჩეთ აქ ეს 4 დღე რომ ამით მაინც ავანაზღაუროთ ის წაგებაო მე თვითონ დავრჩებით ხუდა თანაც ღამე იყავით ახლა დილით იარეთ იმიტომ რომ ის რევიზია რომელიც დადისო ღამე მოდიანო რომ ნახონ ყველა ავადმყოფი ადგილზეა თუ არა ძალიან გამიკვირდა რომ გერმანიაში ჩვენთვის იდეალური ქვეყანა ახლა დიდი კორუფცია აქ ვერ დავიდახე მაგრამ მაინც რაღაც გამიკვირდა და ჩემი მეგობარი რომელიც მათ დამპატიჟა ის გაგიჟდა და ისეთი სკანდალი აწია როგორ არ ცხვენია თქვენ რეებს ჩადიხართ ასე რომ ადამიანი სუსტი არსება და ზოგჯერ რაღაცას აყვება ახლა თუ გახსოვთ თქვენ ახალგაზრდა ხალი ბრძანდებით ამ ფილმი იყო იტალიური ჟურნალისტი ზრიმა რუსულად იმიტომ ვთქვი რომ მაშინ რუსულად იყო ფილმები და ბოლოსენ უნდა დაიბეჭდოს მისი ესეთი წერილი ცენტრალურ გაზეთში რომელიც ნიღაბს ჩამოხსნის მაფიას და ცოლთან ერთად პლაჟზე არიან და მოდის ვიღაც ტიპი და დგამს პატარა ყუთს კი არა დიპლომატს რა არის ეკითხება ეს ახ $1 მილიონი არის რატო სხვა სტატი არ უნდა იყოს და იქ ვიდის და ჯდება და ეს უყურებს ამ $1 მილიონი ის კაცი სიღრმეში და თავდება ეს რომ ჩვენ არ ვიცით აიღებს თუ არა მაგრამ თამაშობდა ცხინვალი მსახიობი ალბერტო სორდი და სცენას კარგად თამაშობს როგორ ცდუნებას განიცდის ადამიანი. და ბოლოს, როდისთვის გეგმავთ აი ამ ორი სპექტაკლის ჩამოტანას, რითაც დავიწყეთ საუბარი და თუ მიიღეთ დახმარების პირობა კოალიციის ლიდერისგან? კი, უნდა გითხრათ, რომ რასაკვირველია მივიღე, ჩამოვიტანე წერილი კიდევაც სამხატვრო ხელმძღვანელის კალაგინის და ალბათ ამ ნოემბრის ბოლოს ამ ცოტა იქეთ. ესენი შეთანხმდებიან ახლა მე ამდენი არ ვიცი როცა აწყობთ მათ თეატრს და რატო არ მეკითხებით რომ ნოემბრის ბოლოს პრემიერა მაქვს აქ არ ვიცოდი თქვენგან გავიგე ხო ბარემ ვთქვათ იმიტომ რომ მაყურებელმა არ იცის ყველაფერი
უნდა გითხრათ, რომ ამ მას შემდეგ რაც მე თეატრიდან გამიშვეს, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ თუ გინდა აბრეშუმის ქარხანა, ყოფილი ზინგერის ქარხანა არის მისი მკუთვნილობა, თურმე შეისყიდა. და იქ დახეო იქნებ რაღაც სივრცე მოგეწონოსო. და რაღაც დაგეხმარები, რომ პატარა დარბაზი გავაკეთოთო. მივედი და ძალიან მომეწონა. დადეს თუ შეულო სიტუაცია. დავიწყეთ შენება დარბაზის 200 კაციანი დარბაზია და ნოემბრის ბოლოს იქნება მზად და იქ იქნება ნაჩვენები სპექტაკლისა მარია კალასზე. მე ავირჩი ესეთი პიესა, იმიტომ რომ ეხება გენიალურ მოვერალ ქალს, ხელოვანს, რომელიც ეს ცნობილი პიროვნება როგორ ნელ-ნელა მოკლა გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივს სცემდა. მეგობრებმა უფრო მეტად, ვიდრე მტრებმა. და ძალიან საინტერესოა მოფიქრებული ეს პიესა და ნახავთ ნოემბრის ბოლოს. ვინ მონაწილეობს ამ პიესაში, ბატონ რობერტო? ლელა ალიბეგაშვილი, მე არიან კონსერვატორიის სტუდენტები, მომღერლები, იმიტომ რომ სიუჟეტი ხაბულა წარმოადგენს ასეთ რაღაცას, რომ ის მოდის მასტერკლასით კონსერვატორიაში და სტუდენტებს ასწავლის როგორ უნდა იმღერონ, თავის გამოცდილებას უზიარებს. თუ თითქოს ესეთი ელიტარულია, რომ მოგიყვებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნებისმიერი კაცი თავის ისტორიას დაინახავს აქ. იმიტომ იქ არის ონასისის ისტორია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, მე იმედს დავიტოვებ, რომ მოუხვდებით თქვენ სპექტაკლზე და თქვენ კიდევ აუცილებლად იქნებით ნოემბრის ბოლოს პრემიერასთან დაკავშირებით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. რობერტ სტურვა პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში ზვია ძიძიგურთან ერთად დავბრუნდებით. მთავარ კითხვას ამჯერად ზვია ძიძიგური უპასუხებს საღამოშტობისა ბატონო. საღამოშტობისა ხალბატონო. ძალიან დიდი დინამიკა იყო დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, მთელი დღე იყო კონსულტაციები და მიმოსვლა. რა საუბარი მიმდინარეობს ახლა კოალიციაში? რატომ არის ასე დინამიური პროცესები? ახლა გასაგებია რატომაც არის დინამიური პროცესები. პირველად ხდება ეს საქართველოში რაც ხდება. მე მახსოვს 90 წლის 28 ოქტომბერსაც შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით, მაგრამ ეს არ იყო იმ ხელმძღვანელობის მქონე არც აქტი და არც ფაქტი, როგორიც ახლა არის ეს დღეს. რომ მაშინ კომუნისტური ხელისუფლებაზე ჩანაცვლება რაღაც სრულიად სხვა ტემპით მოხდა, სრულიად სხვა დატვირთვით მოხდა და მაშინ ყველა ელოდებოდა, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. გამარჯვების შემდეგ ფორმაციის შეცვლაც მოხდა, მაგრამ ეხლა ამ დაძაბული 7 წლის 8 წლის შემდეგ, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს და ეს 8 წელი გვაძლევდა იმის საფუძველს, გვეფიქრა, რომ ეს ყველაფერი ასე მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი განხორციელდა, უნდა გითხრათ, გაცილებით დიდი დატვირთვა შეიძინა სწორედ ხელისუფლების მშვიდობიანად და კვალიფიციურად გადაბარების პროცესმა. ეხლა დღეს დინამიკაზე თქვენ ბრძანებთ ბიზნეს ცენტრში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხუმრობდი დღეს ერთ დარბაზში იყო მომავალი მთავრობის ხდომა, მეორე დარბაზში იყო მომავალი პარლამენტის ხდომა, მოსამზადებელი სამუშაოები ტარდებოდა, პრობლემები ბევრია, საკითხები ბევრია და ბიძინა ივანიშვილი არა ის კაცი, რომელიც ახლა ვინმეს დაზოგავს თავისი გუნდიდან და რაიმე საკითხი დარჩება, ან გაურკვეველი, ან რაღაცა ყურადღების მიღვა, ამიტომ ყველა დეტალებში მომავალი მთავრობაც, მომავალი პარლამენტიც განვიხილავთ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი საქმიანობა, ამიტომ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტი დრო გავა თანდათანობით თქვენ ახავთ რომ გადაბარების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინტენსიური კონსულტაციები და შეხვედრები და მუშაობები იქნება როგორც მომავალი მთავრობის ასევე ახალი პარლამენტის წევრების მხრიდან მუშაობის თვალსაზრისით. გარდა თქვენი შიდა კონსულტაციების, რასაც აუცილებლად უფრო ვრცლად შევეხებით, დღეს კოალიციის ლიდერთან იმყოფებოდა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანი, რაც იყო მართლა სრულიად მოულოდნელი საზოგადოებისთვის.
იყო თუ არა კავშირი ამ ორ ვიზიტს შორის, რადგან საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკის ელჩის თხოვნით შეხვდა შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას. ყველა ვიზიტს შორის არის კავშირი, იმ კონსულტაციებს შორისაც არის კავშირი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დღეს ნახეთ თქვენ განცხადებებიც იყო გაკეთებული, რომ კურსი, რომელიც გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, ის კურსი დღესაც არის უცვლელი, ანუ ევროპულ სტრუქტურებში, დასავლეთ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი არის ჩვენთვის სრულიად შეუცვლელი და ურყევი თემაა, ურყევი მიმართულებაა, ამიტომ კონსულტაციები ჩვენ ახლა ამერიკელებთან, რომელთაც მინდა საზოგადოება მიცოდეს, ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმისათვის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდარიყო, მართლაც აი ალალი მეგობარი რო დაგეხმარება, ისე დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული სტრუქტურები, ევროპული ორგანიზაციები საქართველოს იმისათვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანი ამ შესახებ ამერიკის სახელმწიფოების თანაშემწის მოადგილე თომას მელიამაც განაცხადა, რომ ის გამოწყდა იმაში, რომ დიდი ჩარევა დაჭირდათ იმისთვის, რომ არ გამწვავებულიყო ვითარება საქართველოს. ძალიან პოზიტიური იყო მათი მონაწილეობა. მე მინდა შეგახსენოთ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც ჰილარი კლინტონმა პირველად ნატოს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებზე და ეს იყო 2010 წელს თუ არ ვცდები, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ ველოდებით მომავალი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას მიხეილ სააკაშვილის და შემდეგ აპატურაიმ გააკეთა იგივე, შემდეგ მელიამ ძალიან ბევრჯერ გააკეთა იგივე ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ეს უკვე დასკვნითი მომენტი იყო და საერთოდაც თუ აკვირდებოდით ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს ამერიკელები, დასავლელი ჩვენი პარტნიორები მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ დემოკრატი. შენ ხარ დემოკრატი და შენი მთავარი დემოკრატობა გამოიხატება მაშინ, როდესაც შენ მოახერხებ ხელისუფლების გადაბარებას მშვიდობიანად არჩევნების გზით. ანუ ეს იყო მათი მხრიდან ის, რასაც ელოდნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რასაც ელოდნენ, ესე იგი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და სხვათა შორის იგივეს ელოდებიან სწორედ ახალი ხელისუფლების მხრიდანაც, რომ არ იქნება იმ დაუშვათ სქემის შეცვლა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას ორივე მხარემ მშვიდობიანი გადაბარება. ანუ რას გულისხმობ, იცით, ასევე საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამჯერად უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კონკრეტულად თითქოს აგვარებს ურთიერთობას ორ პოლიტიკურ გუნდს შორის, იმისთვის, რომ ისევ არ იყოს გარკვეული გამწვავება. ასეა? მართალია გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საგარეო საკითხებზე ისაუბრა, მაგრამ არაერთი ეჭვი ჩნდება, თუნდაც ამ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით. ისინი გვეხმარებიან ჩვენ და სქემაზე, რა სქემაზეა საუბარი? სქემა იმაზეა, რომ არ უნდა იყოს ეხლა მკვეთრი მოძრაობები, ისეთი, რომელიც პროცესს შეუშლის ცივილურად განვითარებაში ხელს. ამაზეა მხოლოდ საუბარი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ლიდერი, რომელსაც ჯერა დასავლეთის სამყაროს, რომელსაც ჯერა ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ენდობიან. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო და დაუშვათ რაღაცა სხვა კონფიგურაცია წარმოგედგინა, ასეთი ნდობა, ასეთი პატივისცემა, ასეთი ერთსულოვანი რაღაცა მხარდაჭერა ქართული საზოგადოებისგანაც არ ყოფილიყო და ბიძინა ივანიშვილმა მოიპოვა, უნდა გითხრათ, დასავლური სამყაროსგანაც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა 7 ოქტომბერს, იყო მუდმივი ცილისწამება, მუდმივი წყევლაკრულვა, რომ ეს არის რუსული ძალა, რომ ეს ძალა წაიყვანს უკან საქართველოს და ასე შემდეგ. დღეს მე მგონი ყველა ვხედავთ უკვე, რომ ეს მართლა ცილისწამება იყო და ყველაფერი ახლა დღეს როცა საქართველოს მოსახლეობა თავაწეული დადის, მშვიდად დადის და უკვე აი გარდამავალი ხელისუფლების პერიოდშიც კი უკვე დაეტყო რაღაცა წინსვლები ქვეყანას, დაუშვათ გაიაფებების, წამლების გაიაფება დაიწყო, საწვავის გაიაფება დაიწყო, უკვე განიხილავენ გადასახადი ნაგავის და დენის და განაცალკევონ, ერთმანეთს დააშორონ ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობების დონეზე. მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოებაც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს ნახავს ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, ეს ნდობა, ეს წინასწარი განწყობა საზოგადოებას აქვს და ძალიან ეხმარება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსაც, ჩვენ პოლიტიკურ გუნდსაც მთლიანობაში იმისათვის, რომ ეს პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამისთვის, როგორ დაიწყებს მუშაობას პარლამენტი და როგორი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება. არის თუ არა ბატონო ზვია დღეს უკვე სრულიად ცნობილი ის თუ როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი. ვიცი, თქვენი თანამდებობა ხართ მომავალი ვიცე-სპიკერი, ასევე ცნობილია რამდენიმე თანამდებობა. მაგრამ არის უცნობი თანამდებობების, მაგალითად არ ვიცით ვინ იქნება უმრავლესობის ლიდერი. როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი?
პარლამენტი დაკომპლექტება იმ პოლიტიკური პრინციპის მიხედვით, რომელთაც უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენი ძალა მოვიდა უმრავლესობაში, ამიტომ ჩვენი ძალა დააკომპლექტებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის კომიტეტების პოსტებს დაიკავებენ ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები, მოადგილეების უფლება აქვს უმცირესობას და მათ მოადგილეები ეყოლებათ, როგორც არის პარლამენტის რეგლამენტში განსაზღვრული, ყველაფერი იქნება კანონის შესაბამისად. აქ დაკომპლექტება არ არის იმდენად პრობლემა, თქვენ გაინტერესებდათ რაზე იყო კონსულტაციები, აუცილებლად ამაზე ვაპირებდი ახლა. კი ბატონო, მე გეტყვით რომ მაგრამ თანამდებობები თუა უკვე გადანაწილებული? პრაქტიკულად ყველაფერი გადანაწილებულია. არაფერი საპარლამენტო თანამდებობები მე ვიცი ბატონო ივანიშვილმა პრეზენტაციის დროს პრაქტიკულად დაასახელა ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ყველა ვიცე-სპიკერი, სპიკერი, ვინც არის, იცით ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბატონი დავით უსუფაშვილი, კვალიფიციური და ძალიან ესე იგი გაწონასწორებული და ჯანმაგარი პოლიტიკოსი არის ჩვენი ესე იგი პარლამენტის თავმჯდომარე. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა ისეთი თავმჯდომარე ყავს, ისეთი სპიკერატი არის მთლიანად. ეხლა ჩემ თავს არ ვიქებ ეს არ ჩათვალოთ, მაგრამ საერთოდ უნდა გითხრათ რომ მე რასაც ვხედავ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც დააკომპლექტა პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილმა, არის ყველაზე კვალიფიციური, ყველაზე აკადემიური, ყველაზე გაწონასწორებული და პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე და პოლიტიკური პრინციპების ერთგული, რომელიც კი როდესმე ყოლია საქართველოს. იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, პირველი, რომელიც გახსოვთ, გამოუცდელი იყო მთლიანად სიტუაცია და როგორ დაკომპლექტებოდა კვალიფიციური კადრები, თორსა ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა საქართველოში არ იყო საერთოდ. შემდეგ შევარდნაძის დროინდელი კადრებიც გახსოვს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მთავრობებიც, მე არ მახსოვს ესეთი კვალიფიციური მთავრობა. ეს არის ძალიან მაღალი დონის მთავრობა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მთავრობას არც დღე და არც ღამე არ ეწოდინება, არც შაბათი და კვირა, დასვენება, შვებულება, გართობა და ასე შემდეგ, ეს უნდა დავივიწყოთ ყველა, მე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინაიდან გამარჯვება ჩვენი გამარჯვება უნდა გადაიქცეს ხალხის გამარჯვება და თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიტანოთ ჩვენ რაღაც პოზიტიური განცდა და პოზიტიური მის ადამიანების ოჯახებში უნდა შევიდეს სიკეთე ის კი არა რომ ხო და ამის შემდეგ შეაფასებს ალბათ საზოგადოება პოზიტიურად. გუშინ მქონდა ჩვენ რაღაც ერთგვარი შეკრება, სადაც მე ჩემს კოლეგებს უსურვე და ჩემ თავს უსურვე, რომ თუ 4 წლის მერეც ხალხი ასე მოგვილოცავს და 4 წლის მერეც ხალხი ასე კმაყოფილი იქნება ჩვენით როგორც დღეს არის. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებული და ძალიან გამარჯვებული იყო ჩვენი ხელისუფლება და წარმატებული იყო მისი პირველი ნაბიჯით და მისი საქმიანობა. ბატონო ზვიად, რაც შეეხება კონკრეტულად საპარლამენტო კონსულტაციებს, იმ ჯგუფთან კონსულტაციებს, რომლებიც აქტიურები უნდა იყოთ პარლამენტში, რაზე მსჯელობთ ახლა? ეხლა მსჯელობთ რა გვეშველება ქუთაისში როგორ უნდა ჩატარდეს ეს ხტობა. მე გულწრფელად გეუბნებით, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც ხდება ქუთაისში, ეხლა გადატანასთან დაკავშირებით, არავით არის ელემენტარული პირობები არ არის იმისათვის, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ეხლა აქ რამე საგანგაშო არ არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ თუმცა ამბობენ რომ საგანგაშო დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ დიდი მინა ჩამოინგრა და საერთოდ შენობა იწევს ქვემოთ. პირველი ხტომა ჩატარდება ქუთაისში, ამაზე შეთანხმებულები ვართ, უნდა ჩავეტიოთ ყველანაირად ამ კონსტიტუციის მოთხოვნაში, ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევას, მაგრამ ჯანმრთელობის ფასადაც რომ დაგვიჯდეთ. ჯანმრთელობის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ეხლა ხუმრობდით, რომ ჩაფხუტებით ხო არ დავჯდეთ და რაღაც, მაგრამ არ არის, არავით არის პრობლემა. ჩვენ ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის ძირითადი მუშაობა ეს არის საკომიტეტო მუშაობა. პლენარულ სტომაზე გამოდის მომზადებული საკითხები. თუ კომიტეტში არ მოამზადე კანონპროექტი, იდეა არ დახვეწე, თუ ბიუჯეტზე არ იმუშავე, პლენარულ სტომაზე რა უნდა გამოიტანო ის? საკომიტეტო მუშაობისთვის პირობები არის ძალიან მძიმე. მე ვიტყოდი პრაქტიკულად არ არის, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ახალ პარლამენტს, მოგვიწევს არ შემიძლიას მიღვა მუშაობა, იმიტომ რომ სრულად არავით არის საყოფაცხოვრებო პირობები არ არის, არ არის დაუშვათ პარლამენტის წევრებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ყოფილა დაწყებული თურმე რაღაცა მარტო ექსკავატორით რაღაც ამოთხრილი ქვაბული არის, სადაც დაუშვათ პარლამენტის თავმჯდომარემ დათო უსუფაშვილმა დაუშვათ უნდა იცხოვროს. როგორ მოხდება ქუთაისიდან? ქუთაისში არც არის იმის შესაძლებლობა, რომ დაუშვათ ან სასტუმროებში ან სადმე არ იყოფა ქუთაისში, არ არის იმდენი მოცულობა სასტუმროებში, რომ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები იქთან განთავსებული. ამიტომ ეს არის
სრულიად შეუძლებელი იქ მუშაობა და მე პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი მოკიბის გარეშე. საერთოდ ქუთაისში პარლამენტის გადატანა ეს იყო პარლამენტის დაკნინების მცდელობა და საერთოდ ეს არის პარლამენტის არაეფექტურად მუშაობისთვის გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეუძლებელია პარლამენტი მთავრობის გარეშე სხვადასხვა ქალაქებში ეს არის ნონსენსი და გეტყვით ახლა საპარლამენტო კომიტეტის ხდომებზე, ფრაქციების ხდომებზე, პლენარულ ხდომებზე მთავრობის წევრების მოსვლა ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მთავრობის გაკონტროლება და მისგან ანგარიშების მოსმენა, არა მარტო პლენარულ ხდომებზე და არა მარტო წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ ან დებატების დროს, არამედ ეს არის რეგულარული პროცესი და როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ქუთაისში მთავრობის წევრები უნდა 300 კილომეტრის მანძილზე უნდა ჩავიდნენ, ჩამოვიდნენ იქ თავის სამინისტროშიც რაღაცა პრობლემები შეიქმნება, როდესაც არ არიან ხელმძღვანელი პირები, ძალიან მოუხერხებელია და საერთოდ მე არ ვიცი არც ერთი ნორმალური ქვეყანა და არანორმალური ქვეყანაც არ ვიცი, სადაც პარლამენტი და მთავრობა არის სხვადასხვა ქალაქში. პარლამენტი უნდა გადმოვიდეს ისევ თბილისში. ამაზე არ შეიძლება არსებობდეს მეორე აზრი. ამის ფორმებზე ალბათ უკვე ფიქრობ, თუმცა ახლა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, უნდა შედგეს ახლო მომავალში. როდის არის დაგეგმილი პირველი სხდომა და რა შინაარსის იქნება ის ცნობილია ასევე რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა გახსნას ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, თუმცა მთავარ კითხვა ზვია ძიძიგური უპასუხებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ. თავარ კითხვა ზვია ძიძიგური უპასუხებს, ბატონო ზვიად, ფაქტია ის, რომ ძალიან მალე უნდა შედგეს პირველი სხდომა და ფაქტია, რომ ეს სხდომა უნდა გახსნას პრეზიდენტმა სააკაშვილმა. თუ არის უკვე განსაზღვრული ზუსტი თარიღი, როდის იქნება ეს სხდომა და როგორი შინაარსის იქნება, რას უნდა ელოდოს საზოგადოება აი ამ სხდომისგან? მოგახსენებთ, ეკა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ 20 დღის განმავლობაში არჩევნების დანიშნვით და უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა, ეს უწევს ყველაზე მაქსიმალური ვადა, როცა უნდა გაიმართოს პარლამენტის პირველი სხდომა, ეს არის 21 ოქტომბერი, მაგრამ არის სხვა რეგულაციები, თუ კი CSKO შემაჯამებელი ოქმი იქნება უფრო ადრე, მე ვფიქრობ, რომ არის შესაძლებელი უფრო ადრეც გაიმართოს. დღესაც სამ თემებზე ჩვენ მშელობა გვქონდა, თუმცა იქიდან გამომდინარე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩვენთვის არის უცნობი CSKO როდის დადებს შემაჯამებელ ოქს. CSKO-სთან არის ესეთი ტიპის პრობლემები, რომ რამდენიმე ოლქია, სადაც ისინი ვერ დებენ საბოლოო დოკუმენტს, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ კი საქართველოს 2/3-ზე არის უკვე გადაწყვეტილი არჩევნების ბედი, მაშინ მას შეუძლია შემაჯამებელი ოქმი ასეთი ფორმით გამოაქვეყნოს და ამის შემდეგ მოხდეს ამ შემაჯამებელ ოქში შესწორება. თუ კი ასეთი ტიპის შემაჯამებელი ოქმი ჩვენთვის იქნება უახლოეს დღეებში, ახლა სხვათა შორის 21 ოქტომბრამდე ბევრიც არ არის დარჩენილი, ძალიან ცოტაა დარჩენილი. მაგრამ არის კიდე სხვა რეგულაციები, კანონით არის მაგალითად შემაჯამებელი ოქმიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს, არის კიდე სხვა თემა, როდესაც მთავრობას უფლებამოსილება შეუძლება ერთი კვირის ვადაში, ნუ მოკლედ ბევრი თემაა, რომელიც ამას არეგულირებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე ხანში და საერთოდ CSKO-მ უნდა გასცეს კითხვას პასუხი საზოგადოების კითხვას. ანუ ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცი. ზუსტი თარიღი არ იცის დღესდღეობით არავინ, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული CSKO-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას. და როგორ წარმოგიდგენიათ ეს პირველი სხდომა? ჩვეულებრივად წარმოვიდგინეთ, ჩავალთ და ჩავატარებთ. ეხლა ის დარბაზი, სადაც პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, არის სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ეხლა პირველი სხდომის და ერთი სხდომის ჩატარება პრობლემა არ არის. საქმე იმაშია, რომ იქ არის საკომიტეტო მუშაობა ძალიან ძნელი და ფრაქციული მუშაობა ძალიან ძნელი და ეს არის პარლამენტის ძირითადი მუშაობები, სწორედ ეს არის და მე რო დაამთავრებს ეს პარლამენტი მუშაობას ამ დეპუტატმა სადღაც უნდა დაისვენოს. სად უნდა დაისვენოს ეს არავინ არ იცის. ახლა ყველა დეპუტატმა თავისით უნდა მოძებნოს ინდივიდუალურად. სხვა აქ შანსი არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ დღეს იმაზე, თუ როგორ შეძლოს დეპუტაციამ გამართული მუშაობა. ახლა შეუძლებელია, თუ კი პირობები არ აქვს, ისე დაავალო დეპუტატს და უთხრა, რომ შენ უნდა იმუშაოს სრულყოფილად, კარგად და გადასარევად, როცა პირობები არ აქვს. მაგრამ ჩვენ ახლა ამისი არ გვეშინია, მე უბრალოდ საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებ, რომ ასეთი მდგომარეობა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო დაუშვათ ამ წუწუნებთ
თან უარს ვამბობთ მუშაობაზე, ნურას უკაცრავად ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის ჩემი აზრით გასაკეთებელი და ჩემი კოლეგებიც ამას რა თქმა უნდა ეთანხმებიან, რომ პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება მიღება საკანონმდებლო რეგულაციის და ალბათ კონსტიტუციაში შესწორება იქნება შესატანი, რომ პარლამენტი ისევ თბილისში დაბრუნდეს დედაქალაქში, იქ სადაც ძველ შენობაში გავრცელდა დღეს ინფორმაცია, რომ აღარ გაიყიდება ეს შენობა. ძველი შენობა არ გაიყიდება და ძველი შენობის გარემონტებას რამდენიმე თვე დაჭირდება, მაგრამ ახალ წლამდე, მინიმუმ ახალ წლამდე. ჩვენ მოგვიწევს ყველას ქუთაისში მოვლენების თვალყურის დევნება, ვინაიდან პარლამენტის ხმები იქნება ქუთაისში, როგორ პირობებშიც არ უნდა იყოს. ეს არის ახლა მოცემულობა და ჩვენ ამ მოცემულობაში ვიმყოფებით. ბატონო ზვიად, რაც შეეხება სამუშაო პროცესს პარლამენტის შიგნით, დღეს მაგალითად ესეთი რამ მოხდა საკრებულოში, ნაციონალურ მოძრაობას გამოიყო რამდენიმე დეპუტატი, მათ შექმნეს ცალკე ფრაქცია. ფიქრობ თუ არა, რომ ასეთი პროცესები გველის პარლამენტშიც? პარლამენტში გველის აუცილებლად, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ რაოდენობით ვიქნებით, რა რაოდენობითაც შევდივართ, არამედ არიან ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან, ქართულ ოცნებასთან, ჩვენ რა თქმა უნდა, აქ რაღაცა გარკვეული ფილტრი არსებობს, ყველა ადამიანთან თანამშრომლობაზე ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიტყვით თანხმობას, მაგრამ ასეთი პროცესები პარლამენტში გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება, ჩვენ არ გვექნება საკონსტიტუციო რაოდენობის, ხმების საკონსტიტუციო რაოდენობის პრობლემა, არავითარი პრობლემა ამისი არ ჩანს, როგორც იქნება ახლა და ლოგიკურიც არის, ახლა მითხარით ვინმე ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის იდეური მხარდამჭერია. ესეთი ადამიანები ბუნებაში თუ არსებობენ, არიან ძალიან ცოტანი ისინი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეხლა როცა ხედავს ბევრი ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და დაფინანსებით ან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ადამიანები ღიად აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უჭერდნენ მხარს. იგივე პროცესები პარლამენტშიც მიმდინარეობს და თქვენ როცა ბრძანებთ თბილისის საკრებულოზე, თბილისის საკრებულოში არ მიმდინარეობს მარტო ეს პროცესები, მიმდინარეობს რუსთავის საკრებულოშიც, მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოშიც, მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონების საკრებულოებში, ვინაიდან ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, ამას შეიძლება ვიღაცამ დაუწყოს რაღაცა ძალით შეკავება, მაგრამ ასეთ რამებს ძალით ვერ შეაკავებ, იმიტომ რომ ყველაფერს პოლიტიკური ლოგიკა განსაზღვრავს ამ შემთხვევაში და არა ვიღაცის სურვილი, რომ რაღაცა შეინარჩუნოს, როცა არ ეკუთვნის და ვერ შეინარჩუნოს. დღეს ასევე ზურაბ ტყემალაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიქმნება ფრაქცია პარლამენტში, რომელიც ბიზნესმენებს გაერთიანებს. ხომ არ არის ეს გეგმა იმისთვის, ახალი ფრაქციის, ბიზნესმენების ფრაქციის გეგმა იმისთვის, რომ მოიზიდოთ თქვენსკენ ნაციონალების მაჟორიტარები, რომლებთაც აქვთ ბიზნესზე კავშირი. კონკრეტული გვარების დასახელდა, მაგალითად კახა ოქრიაშვილი, კობანა ყოფია, თუმცა მათ არ დაადასტურეს ჯერჯერობით ეს ინფორმაცია. მე ვერ გეტყვით, ეხლა ბიზნესმენების ფრაქციაზე არა მაქვს ინფორმაცია. მე რა ინფორმაციაც მაქვს გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ფრაქცია იქნება პარლამენტში. ჩვენი უმრავლესობაც იქნება ფრაქციათა კოალიცია, ისევე როგორც დღეს არის პარტიათა კოალიცია, ჩვენი პოლიტიკური ბლოკი, ასეთივე იქნება ჩვენი უმრავლესობაც იქნება ფრაქციათა კოალიცია. ან იქაც შეინარჩუნებენ პარტიები თავიანთ ინდივიდუალიზმს. დიახ, შეინარჩუნებენ და იმუშავებენ, რა თქმა უნდა, და როდესაც იყო თქვენ გახსოვთ, რომ იყო ხოლმე რაღაც ყვედრება ერთგვარი, რომ აი ისევ ერთი ძალა მოდის. ეს არ არის ერთი ძალა, ერთგვაროვანი ძალა. აქ ჩვენ მაგალითად კონსერვატორები ვართ, რესპუბლიკელები არიან, თავისუფალი დემოკრატები, ფორუმია, არის ქართული ოცნება, რომელიც ყველაზე დიდი და სერიოზული ძალით არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, არიან მრეწველები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ იქნება ერთგვაროვანი უმრავლესობა, როგორცაც ჩვენ მიგვაჩვია ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ აი ყველა ერთად აჭერს ყველაფერზე ერთდროულად თიც და არის რაღაცა ძალიან ნაცრისფერი. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება გველოდება, იქნება დებატები, ცხარე დებატები პარლამენტში და ეს არის სწორედ საპარლამენტო, ალბათ თუ არ იკამათებთ. თუმცა ბევრ გადაწყვეტილებას თქვენ დაგჭირდებათ რაოდენობა, მათ შორის საკონსტიტუციო. საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით ვიდრე ძირითად ცვლილებებს. რა თქმა უნდა, დაგვჭირდებოდა ახლა ძირითად საკითხებზე ჩვენ კოალიციაში ყველანი შეთანხმებული ვართ. შეთანხმებული ვართ საგარეო პოლიტიკური ვექტორი როგორ უნდა იყოს, შეთანხმებული ვართ იმ საარჩევნო დებულებებზე და პროგრამებზე, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ საქართველოს მოსახლეობას და ეს არის მინიმალურ პენსიასთან დაკავშირებული საკითხი, ჯანდაცვის დაზღვევასთან დაკავშირებული, სოფლის მეურნეობასთან, განათლებასთან, უმუშევრობასთან, ეს არის თემები, რომელზედაც ჩვენ არაფერი ერთმა
ერთმანეთთან აზრსვადასხვაობა არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერზე რაღაც დაშტამპულები ერთნაირები ვიქნებით. რა თქმა უნდა, არ ვიქნებით ერთნაირები და რა თქმა უნდა, ჩვენ შორის იქნება რაღაც ჯანსაღი დებატებიც, იქნება კამათი და ეს არის ნორმალური პარლამენტი. არ არის ნორმალური პარლამენტი ის, როდესაც 120 კაცი ერთდროულად აძლევს და დეპუტატებიც იყვნენ, რომელსაც თვითონ ეზარებოდა თითის დაჭერა პულტზე და დაქირავებული ყავდათ მეორე დეპუტატი, რომელსაც თით საჭერინებდნენ ხოლმე. ესეთი პარლამენტი აღარ იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ როდესმე ასეთი პარლამენტი იყოს საქართველოში მომავალში. მინდა რომ მთავრობის საკითხსაც შევეხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს. მოუთმელად ელის ბატონოზვიათ საზოგადოება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების, განათლების მინისტრის, ასევე აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურების დასახელებას. რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი? დღესაც იყო მოლოდინი და თუ ხართ უკვე კოალიციაში საბოლოო კანდიდატებზე ჩამოყალიბებული? მოდი ეკა შევთანხმდეთ, რომ არ გაჭიანურდა, იმიტომ მე საზოგადოების მოლოდინიდან გამომდინარე ვამბობ. მოლოდინი მესმის, მაგრამ არ გაჭიანურდა, ვინაიდან ჩვენ პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ უკვე როდის შემოვა აქ მთავრობის წევრების დამტკიცების საკითხი, მე ვფიქრობ, რომ დრო საკმარისია. ჯობია რომ უფრო მეტი კონსულტაცია იყოს, უფრო მეტი კანდიდატურის განხილვა და ასე იგი გადარჩევა მოხდეს, ვიდრე რაღაც უცებ რაღაცა ერთგვარი და ბიძინა ივანიშვილის ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არჩევია. ის სწორედ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს არჩევს, იმიტომ ამდენი ხანი რომ მან იცის რომ ყველა ის დაპირება, საარჩევნო დაპირება, რომელიც იყო ჩვენი პოლიტიკური კოალიციის მიერ ხალხის მიმართ მიწოდებული, ეს უნდა შეასრულონ სწორედ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა და მათ კისერზე უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. ამიტომ თან ეს არის თემა და ეს არის საკითხი, რომელსაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ყურადღებას ანიჭებს. ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, გარწმუნებთ. როდის გვეცოდინება? მე ვფიქრობ, რომ როცა იქნება მთავრობის დამტკიცება პარლამენტში, ჩვენ ვიხილავთ ყველა მინისტრის წარდგენას და არ გამოვრიცხავ რომ მანამდეც, იმიტომ დღესაც იყო ამ თემებზე კონსულტაციები და გაგრძელდება ხვალად, ზეგაც მანამ გაგრძელდება, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ წარუდგენს საზოგადოებას იმ მინისტრების ვინაობას, რომლებსაც ელოდება საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას ზვია ძიძიგური პასუხობდა, მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით და სასიამოვნო შაბათს და კვირას გისურვებთ.